მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. პოლიტრენიუსის ერთგულ მაყურებელს ემახსოვრება სულ ცოტა ხნის წინ დილის გადაცემაში ვსაუბრობდით ველოსიპედის საერთაშორისო დღეზე და იმ პრობლემებზე, რომელსაც საქართველოში ველოსიპედით გადაადგილებისას აწყდებიან ველომძღოლები. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს საკითხი უფრო ვცლად ჩვენს გადაცემაში ჩაგვეშალა და მაყურებლისთვის, ანუ თქვენთვის გაცილებით მეტი ინფორმაცია და დეტალი მოგვეწოდებინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და როგორ იქმნება ის პრობლემები, რაც სამწუხაროდ დგას დღეს საქართველოს ველომძღოლებისთვის. გადაცემაში სასაუბროდ მოვიწვიეთ თბილისის ველომერი მარ მიხელიძე და სწორედ ის გაგვესაუბრება ძალიან სიღრმისეულად და დეტალურად, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან დღეს ველომძღოლები და როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას. მოგესალმებით მარ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ხართ ჩვენი რესპონდენტი და მადლობა რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ და იმეც ვიტოვებ რომ უფრო სიღრმისეულად ამ საკითხზე, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა ხანში შევიცვლით ლოკაციას, სადაც უფრო დეტალურად ვაჩვენებთ მაყურებელს, როგორი მწვავე პრობლემა დგას ველომძღოლებისთვის და მოდი თავიდან იმ მაყურებლისთვის, ვინც არ იცის ზოგადად ვინ შეიძლება იყოს თბილისის ველომერი და რატომ, ალბათ შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა ველომერი ვინ არის. მოდი განვმარტოთ, ვინ არის თბილისის ველომერი, რა მოვალეობები აკისრია მას და ზოგადად რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ველომძღოლებისთვის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემაზე გადაწყვიტეთ. ყურადღების გამახვილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ველომერი ნიშნავს იყო რაღაც გლობალური ინიციატივის მონაწილე. არსებობს ეგეთი ორგანიზაცია Bicycle Mayor Network 2016 წლიდან დაარსებულია ნიდერლანდებში და ამ დროისთვის 150-მდე წარმოუდგენელია. კი, 150-მდე ქალაქის ველომერს აერთიანებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს კონკრეტულ ქალაქს და რაღაც ინიციატივებით ვცდილობთ, რომ უფრო კომფორტული გახდეს ქალაქში ველო გადაადგილება. ეს მოიცავს ადვოკატირებას, შუამდგომლობას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან. მე მაგალითად სკოლებში ვხვდები ხოლმე ბავშვებს, რომ ვესაუბრო ზოგადად ველოსიპედის და აქტიური გადაადგილების საშუალებების დადებითი მხარეების შესახებ და ზოგადად ხანდახან მეუბნებიან ხოლმე, რომ რაღაცა ჯერ ეგ ჩვენთვის ადრეა და ასე შემდეგ. თუმცა იმდენად სასიამოვნო გამოცდილება ველოსიპედით გადაადგილება მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა თბილისში, მე მაინც ყველას ვურჩევდი, რომ სცადონ, თუმცა რა თქმა უნდა, ამას ცალკეული თავისი სწორი ნაბიჯებით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და ესე ერთბაშად არა, იმიტომ რომ მაქვს იმის გამოცდილებაც, რომ ვიღაცები უყურებდნენ სოციალურ ქსელებში, როგორი კომფორტული იყო ჩემთვის ესე გადაადგილება, იყიდეს ველოსიპედი და ეგონათ, რომ იმავე დღესვე ეგეთი იქნებოდა მათთვის, თუმცა ესე არ არის, რაღაცების სწავლა საჭირო და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა მარშრუტებს კარგად შეისწავლი, ხდება ისეთი კომფორტული, როგორც მაგალითად ჩემი მეგობრებისთვის არის დღეისობით. შემიძლია კიდევ ისიც ვთქვა, რომ ჩვენთან საკმაოდ გვიან დაიწყო ველოინფრასტრუქტურის შექმნა 2017 წლიდან და ჯერჯერობით სადღაც 50 კილომეტრამდეა ეს ველობილიკები თბილისში. თან აღსანიშნავია ისიც, რომ არ არის ყველა ველობილიკი ერთნაირად უსაფრთხო და ერთნაირად მოსახერხებელი, მაგალითად ერთმანეთთან დაკავშირებული. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ველოგზები იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული ისე, რომ A პუნქტიდან B პუნქტში მისვლამდე ველოსიპედის გზიდან არ ჩამოხვიდე. და ამავდროულად არ ჩამოსვლასთან ერთად ისე უნდა გაიაროს ველოგზა, როზეც მანქანები არ იდგეს და რაღაც სხვა ალტერნატიული გზების ძიება არ მოგიწიოს და ეს ველოგზები აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო. მაგალითად, გვაქვს კარგი შემთხვევებიც, რაც არსებობს თბილისში ველობილიკები და გვაქვს ისეთ შემთხვევებიც, როგორც არის მაგალითად გმირთა მოედანზე, სულ ახლახან დაამატეს შუქნიშანი, რომლითაც ქვეითებიც გადადიან და ველოსიპედებიც და შემდეგ არის ის არის, რომ შეგვიძლია ახვიდე კოსტავაზე და მე მელიქიშვილზეც იქ რო ადიხარ, არის ნიშანი, რომ ზემოთ უნდა ამოდიოდე წესით. მაგრამ ამის შუა ნაწილში, სადღაც 1 კილომეტრის მანძილზე, იმდენად კრთალად არის ასფალტზე დარჩენილი და სხვა საგზაო მანიშნები არც არის, ბრძოლებისთვის გაურკვეველია, რომ იქ ველოსიპედი შეიძლება აღმოჩნდეს და იქ თუ მაგალითად გამოუცდელი ველოსიპედისტი ავა, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მე მაგალითად მიჩვეული ვარ, რომ აი ზემოდან რო უხოვენ იმ ბრძოლებს საერთოდ ვერ ვხედავენ და მაინც ძალიან ყურადღებით და ნელა მივდივარ ხოლმე, მაგრამ როგორც ასეთი, ეგ უსაფრთხო ველობილიკად ვერ ჩაითვლება. კიდევ რავი
ბევრი მაგალითის ჩამოსვლა შემიძლია, რომელიც არ შეესაბამება რაღაც ნორმებს. შემიძლია დავუმატო, რომ არსებობს თბილისის ველო გადაადგილების გენერალური გეგმა, რომელიც დასრულდა 2022 წელს და სამწუხაროდ თბილისის მერიამ არ შეიტანა დასამტკიცებლად საკრებულოში. თბილისის სატრანსპორტო გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო. მეკითხა, სად შეიძლება ინფორმაციის მოძიება თქო და როგორც ჩანს არც გვაქვს ხომ ამის შესაძლებლობა. თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე ბევრჯერ ქონდა მერიას პრეზენტაცია, რომ ეს რაღაც ეტაპი გაიარა, რაღაც ეტაპი გაიარა, შემდეგ ეს დასრულდა, თუმცა ველო გეგმა უბრალოდ უფრო ადრე, სადღაც 1 წელიწად ნახევრით ადრე დასრულდა და ეს ყველაფერი ერთად უნდა შეეტანათ საკრებულოში, რომ დაემტკიცებინათ და შემდეგ უნდა გამხდარიყო ვალდებულება ამის შესრულება თბილისის მერისთვის. თუმცა სამწუხაროდ ესე არ მოხდა, იმიტომ რომ მათთვის ეთყობა რაღაც სხვა პრიორიტეტებია მნიშვნელოვანი და აღმოჩნდა ისე, რომ რეკონსტრუქციები მიმდინარეობს ქალაქში, რაღაც ახალი, რომელშიც ეს ველო გეგმა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რამდენი რესურსი ჩაიდო, თანხა გადაიხადეს ამ ყველაფერში, ექსპერტებს კითხეს, ველომოხმარებლებს კითხეს აზრი, მართლა ძალიან დეტალური გეგმა, როგორ შეიძლება განვითარდეს. აი სადღაც 2035 წლისთვის როგორ შეიძლება მიაღწიოს ქალაქმა 8% ველომოხმარებელს, მაგრამ ამისთვის რაღაც ნაბიჯები შესასრულებელია. ესე ერთბაშად არ მოხდება ეს ყველაფერი და სამწუხაროდ რაღაცნაირად უგულებელ ყოფილია ეს ველო გეგმაც, სადაც ასევე ველოსიპედის გზების ტიპებიც არის ახსნილი, რომელი ტიპის ქუჩაზე როგორი ველობილიკი უნდა იყოს, უნდა იყოს თუ არა გამოყოფილი, უნდა იყოს თუ არა მაგალითად როგორც პეკინზე ან შეიძლება თუ არა ისეთი როგორც წერეთელზე. ანუ ძალიან დეტალურად არის ეს ყველაფერი და უბრალოდ რაც არის საჭირო მერის მხრიდან რომ მიყვნენ ამას. მაგრამ როგორ ფიქრობთ, მათი მხრიდან ეს რაღაც უგულო დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ ხომ არ არის გამოწვეული იმითაც, რომ საზოგადოებასაც გარკვეული სტერეოტიპული შეხედულება აქვს იმასთან დაკავშირებით, აი რაც დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ჯერ ჩვენთან ძალიან ადრეა. რაღაცნაირად სამწუხაროდ ეს აზრი არა მხოლოდ ამ საკითხთან მიმართებით, არამედ ბევრ საკითხზე მომისმენია და ეს ალბათ ისევ საზოგადოების პრობლემაა, მაგრამ აი მოდი, რადგან ჩვენი გადაცემა შინაარსობრივად მოიცავს საკითხს, რა უნდა ვიცოდეთ, მოდი ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება, რა უნდა ვიცოდეთ, რამ უნდა გამოასწოროს როგორც მერის მხრიდან აღნიშნული საკითხის მიმართ მეტი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ასევე საზოგადოების მხრიდან რა გვაქვს გამოსასწორებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვინც არის, მისი შეხედულებები. ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ესეა. მაგალითად, ჩვენთან გადაწყვეტილების მიმღები პირები ისევ არიან ის ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან ქალაქში თავისი ჯიპებით, სამსახურის მანქანებით და მაგალითად რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რამდენად არის ქვეითებისთვის მოწყობილი გზები ან ველოსიპედისთვის. ამით დიდად არ ინტერესდებიან. ეს არის მთავარი პრობლემა. მაგალითად, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში იმის ცოდნის საკითხი არ დგას, როგორ უნდა იყოს გზა მოწყობილი, იმიტომ რომ მე მინახავს მათ მიერ მოფიქრებული გეგმები რაღაც კონკრეტული ქუჩების და შემიძლია ვთქვა, რომ ეგ არის ევროპული დონის და ძალიან კვალიფიციური და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ იმ გეგმების შესრულება არ ხდება, იმიტომ რომ შემდეგ გადაწყვეტილების მიღები პირები რაღაც სხვა პრიორიტეტებს ირჩევენ. შედარებისთვის შემიძლია ისიც ვთქვა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი სასწავლო დელეგაციის წევრი საფრანგეთში და გერმანიაში თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის წევრებთან ერთად და მან საფრანგეთში ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ველოსიპედით მოვიდა შეხვედრაზე. ანუ ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ მათ არ ჭირდებათ ახსნა ველოსიპედს რა საჭიროებები აქვს და ისინი თუ რამეს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ თქვათ რაღაცა ბიუჯეტში არ აქვს რაღაც გათვალისწინებული, თორემ არა იმიტომ რომ რაღაც პრობლემას ვერ ხედავენ. და რა თქმა უნდა, ჩვენი და მათი სიტუაცია ძალიან განსხვავდება. რაც შეეხება სტერეოტიპულ მიდგომებს, ამისთვის მერია შეუძლია გამოიყენოს კამპანიები, ყველაზე დიდი ბიუჯეტი საქართველოს ფარგლებში აქვს თბილისს. მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ ეს იმისთვის, რომ კამპანიით აუხსნან, რომ რაც უფრო მეტ ველომოხმარებელი იქნება ქალაქში, მით უფრო ნაკლები საცობი იქნება, მით უფრო ნაკლები მანქანა იქნება გზაზე და ეს ყველასთვის სასარგებლოა. ეს არის რაღაც საერთო ინტერესი და არა რაღაც კონკრეტულად ჩემი ან ვიღაც ადამიანი. ერთი ყველაზე მსხვილი თემა რო ავიღოთ, ეს იქნება ალბათ ეკოლოგიაზე ზრუნვა, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ.
რომ ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურებულია არა მხოლოდ მსოფლიო, რა თქმა უნდა, ჩვენი დედაქალაქი თბილისიც და ერთ-ერთი მწვავე ზონაა, თუნდაც წერეთლის გამზირი, ხო? კი, ნამდვილად ესეა. ესეც ძალიან კარგი იქნება, რომ ადამიანებმა გავიაზროთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ნამდვილად ეგრეა. უბრალოდ მე არ მგონია, რომ ცხოველების უმეტესობა ეკოლოგიაზე ფიქრით რაღაცა ქცევა შეიცვლის. მე უფრო მგონია, რომ აი როცა აუხსნი, რომ აი ამ ადგილიდან ამ ადგილზე ბევრად უფრო სწრაფად მიხვალ და ნერვები დამშვიდებული ვიდრე როცა მანქანაში ზიხარ და აი სიგნალებით და საცობში და მე პარკინგს ეძებ. ეს ყველაფერი თავიდან გაქმოშორებული როცა ველოსიპედით დადიხარ. ჩვენ კი ვსაუბრობთ ახლა ველოსიპედს რომ გამოწვევები აქვს, მაგრამ რეალურად კომფორტული რომ არ იყოს, მე პირადად არ ვივლი და ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია. ერთი და იგივე დღეს მაგალითად 4 და 5 სხვა ადგილას რომ მიწევს. მისვლა იმდენად მარტივად და სწრაფად ვაკეთებ ამას, რომ სხვა ტრანსპორტზე არც მეფიქრება. ხანდახან რაღაც მიზეზების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მივლია და ძალიან მოუხერხებელია და ეგ რა თქმა უნდა ცალკე პრობლემაა და უფრო კომფორტული უნდა გახდეს, მაგრამ ველოსიპედი მართლა კარგი არჩევანია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა სიმარტივის არის ეს. აი მაგალითად ვაკე საბურთალო თუ მოძრაობ ბევრად მარტივია. და მაგალითად თუ დიდი დიღმიდან ან გლდანიდან გიწევს და მუხიანიდან წამოსვლა, თქვა ვარკეთილში ბევრად უფრო დიდი გამოწვევა გაქვს, ხო? გააჩნია მარშრუტსაც. ანუ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ 100% ველოსიპედით უნდა დადიოდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვისაც აქვს ამის სურვილი, უნდა გქონდეს შესაძლებლობაც და ესეთი ადამიანი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ამ დროისთვის გონია. ასევე ძალიან ფიქრობ, რომ აუცილებლად ჩასაშლელი საკითხია მაყურებლისთვის ის, რომ ეს გამოწვევებს რომ თავი დავანებოთ და არ შევეხოთ, რა უპირატესობები აქვს ველოსიპედს, იმიტომ რომ ახლა მაყურებელთა უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, რომლებიც ტელეეკრანებთან სხედან, იტყვის იმას, რომ მაგალითად უამინდობისას, წვიმა, ქარი, თოვლი და ასე შემდეგ ველოსიპედი ძალიან არაკომფორტულია. ხო, მსგავსი მაგალითი ალბათ ძალიან ბევრს ექნება და მსგავსი კითხვაც ბევრს გაუჩნდება. თუმცა, აი როგორ გადააფასონ ეს პრიორიტეტები, მე მახსოვს ჩვენს ერთ-ერთ დილის გადაცემაში, ზუსტად ამ წვიმიან დღეს იყავით ველოსიპედით მოსული და ხო, რაღაცნაირად ალბათ სწორედ იქ მივდივართ ისევ, რომ მთავარია სურვილი გქონდეს და სურვილთან ერთად შესაძლებლობა. თუ შესაძლებლობა იქნება, ალბათ ეს საკითხიც უფრო გამარტივდება, მაგრამ მოდი პრიორიტეტები განვსაზღვროთ, რა პრიორიტეტები გააჩნია ველოსიპედით გადაადგილებას. ჩემთვის მაგალითად პირველ რიგში არის ის, რომ ცალკე ვარჯიშის დრო არ მაქვს და ყოველდღიურად სამსახურში და სახლში სიარული მაძლევს იმის საშუალებას, რომ სულ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყო, 20 კილომეტრი გამოდის ეს ჯამში და მინიმუმ 20 კილომეტრს გავდივარ და რაღაც ცალკე ვარჯიში არ მჭირდება, რომ მე ველოტურში ვთქვათ 100 კილომეტრი გავიარო ან 200 კილომეტრი გავიარო. ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ხარ, კი. და ამასთანავე ძალიან ბევრი კვლევით არის ეს დადასტურებული, რომ სადაც მიდიხარ, როცა ველოსიპედით მიდიხარ, ენერგიულად ხარ ბევრად უფრო და რაღაც ისე მანქანით რომ მოდიხარ და ცოტა ნახევრად ძინარე ხარ, ეს სკოლებშიც არის მაგალითად უნივერსიტეტებშიც, რომ აი ბავშვი რომ იყავს ცოტა ნახევრად ძინარე როა მანქანაში, ველოსიპედით ეს გამოწვევა არ არის. პირიქით ძალიან ისე ენერგიულად და შემართებით ხარ. კიდევ არის ის, რომ მაგალითად მე ვიცი, რომ აი ამ წერტილიდან ამ წერტილში ზუსტად ვიცი რა დროში ვიქნები. სულ რო საცობი იყოს, სულ რო რა ვიცი, წვიმა იყოს, ქარი იყოს. გზაზე არსებული დაბრკოლებები. მე რადგან ძალიან ბევრი წელია დავდივარ, ვიცი კონკრეტულ გზაზე რა შეიძლება დამხვდეს და ამის მიხედვით საზღვაო ხოლმე დროს და ეს პუნქტუალობაში ძალიან მეხმარება. კიდევ ერთი დადებითი პუნქტუალურობის გამომუშავება. კი. კიდევ არის ის, რომ პარკირება მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ველოპარკინგი არ არის, მაინც ბევრად უფრო მარტივია ველოსიპედი გააჩერო ნებისმიერ ადგილას, რაღაცას იპოვი, სადაც მიაბამ შენი სპეციალური ჩამკეტით. ფაქტობრივად რაღაცის კარამდე შეგიძლია მიხვიდე და სადღაც შორს მანქანის დატოვება როგორც გიწევს, ეგრე არ გიწევს ველოსიპედის და ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელია. ეს არის ყველაზე მთავარი და ამას პლუს ის, რომ მორალურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რომ რაღაც გამონაბოლქს არ გამოყოფს ჩემი ტრანსპორტი ყოველდღიური გადაადგილებისას და ესეც ძალიან ესე სასიამოვნო არის ჩემ. რაც შეეხება მაგალითად წვიმაში სიარულს და ასე შემდეგ, ყოველთვის შეიძლება რაღაც ისეთი ტანსაცმლის შესაბერისის მოძებნა, მაგალითად არსებობს რაღაც ძალიან თხელი საწვიმარი შარვლები, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ ტანსაცმელზე ამოიცვა, მიხვალ სადღაც, გაიხდი და უკვე ჩვეულებრივად გაცვია საწვიმარით შეგიძლია ჩაიცვა. მესმის რომ ეს რაღაცები დიდი პრობლემა შეიძლება იყოს ვიღაცისთვის და კარგა მინდებს სიარულით დაიწყოთ და მე რომ ნახოთ იქნებ წვიმაშიც
გაბავნონ. ხო, იმიტომ რომ პირიქით ბევრი ადამიანისთვის წვიმიანი ამინდი გაცილებით უკეთესია, როგორც განწყობისთვის, ასევე მათი მორალური მდგომარეობისთვის. კი, თორემ მიზეზებს რაც შეეხება, ხან ზიან ამინდს მოიმიზეზებ, ხან წვიმას, ხან ხარ, ხან ეს არის, ხან ის არის. სულ რაღაც ამინდი არის და რაღაცაირად უნდა მოერგო. ანუ შეიძლება ჩაცვლობით ამის რეგულირება. კი ბატონო. მაგრამ აუცილებლად კიდევ რა საკითხსაც უნდა შევეხოთ, ეს არის კანონმდებლობა. რამდენად უზრუნველყოფს დღეს საქართველოს კანონი იმას, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს უსაფრთხო და აი რა პრობლემაზეც ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ხომ? აი ხდება თუ არა იმ მანქანების დაჯარიმება, მაგალითად მანქანის მძღოლების დაჯარიმება, რომლებიც აჩერებენ სამწუხაროდ საკუთარ ტრანსპორტს ველობილიკებზე. ზოგადად აი სრული სიტუაცია დავსახოთ მაყურებლისთვის, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს კანონმდებლობა ველოტრანსპორტთან მიმართებით. ძალიან დიდი მადლობა მკითხვისთვის, იმიტომ რომ არის უნიშნულოვანესი თემა. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ გვაქვს რაღაც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული კანონმდებლობა ველოსიპედთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს თანამედროვე რეალობას და ერთ მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, იმ კანონმდებლობით ზებრა გადასასვლელზე ველოსიპედი ხელით უნდა გადაიყვანო, რაღაც ძველი მიდგომით. მაგრამ რეალურად ახალი პრაქტიკა რაც გვაქვს და რაც ხდება რეალურად, ამ ზებრა გადასასვლელს პარალელურად შეიძლება იყოს ველოსიპედის ზებრაც, სადაც ველოსიპედი უნდა გადავიდეს. ანუ ხელი თუ არ შეუწყვეტა რაღაცნაირად ყოველ ფეხის ნაბიჯზე რაღაც დაბრკოლებები წარმოშვი, რა თქმა უნდა არ ენდომება ადამიანს რომ ველოსიპედით ისარგებლოს. და კიდევ არის, რა ვიცი, მაგალითად მარცხნივ მოხვევა, სადაც ორი ერთი მართულებით გზა არის, მანდ არ შეიძლება და ანუ გამოდის, რომ ზოგ ქუჩაზე მარცხნივ საერთოდ ვერ მოუხვევ რა. აი მაგალითად ვაჟა-ფშაველაძე თუ გინდა მოუხვიო სანდრო ეულიდან, ვერ გააკეთებ მაგ მანევრს, უნდა მიხვიდე ზებრასთან, სადაც ხელით უნდა გადაიყვანო, მე მეორე ზებრაზე ხელით უნდა გადმოიყვანო და მერე იარო. ეგ არის ძალიან არაპრაქტიკული და ძალიან მოძველებული შეხედულებები, რაც აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ჩვენ ამ კანონმდებლობების შეცვლის მხრივ მივმართეთ პარლამენტს, მაგრამ რა თქმა უნდა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. სხვა შორის მათივე ინიციატივა იყო, რომ მწვანე და ეკოტრანსპორტის საკითხები განეხილათ და შეეცვალათ, მაგრამ რა თქმა უნდა არაფერი არ შეცვალა. და კიდე მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად ელექტრო მანქანა როცა ჩამოყავს, 18%-ს გადასახადს არ იხდი, რაც არის დამატებით ღირებულების გადასახადი, მაგრამ ველოსიპედზე, ველოსიპედის აქსესუარებზე, ნაწილებზე, ყველაფერზე იხდი. და მე მგონია, რომ ეს აუცილებლად შესაძლებელია და ფასის რეგულირება ამით შეიძლება, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს და უფრო წახალისდეს ადამიანის, რომ მაგალითად ველობიზნესი დაიწყოს და წახალისდეს ადამიანის, რომ ველოსიპედი იყიდოს და ველოსიპედის აქსესუარები. ამ დროისთვის მართალი გითხრათ, პანდემიის მერე ძალიან გაძვირებულია ველოსიპედები და ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც უნდა რომ ველოსიპედით ისარგებლოს, ამბობენ, რომ აი სერვისიც ძალიან ძვირია, ველოსიპედის ყიდვაც ძვირია. ნუ მანქანასთან შედარებით მეც ბევრად იაფია, მაგრამ ბევრად უფრო იაფი შეიძლება იყოს თუ ხელს შეუწყობს ამაში კანონმდებლობა. კიდევ აღსანიშნავია ისიც, რომ ანუ ეს უფრო აღსრულებას ეხება ვიდრე კანონმდებლობას, მაგრამ სადაც ველობილიკებია ან გაზიარებული ავტობუსი ველოსიპედთან, მან ხშირად დგას ხოლმე მანქანები და არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ამაზე საპატრულო პოლიციას არ აქვს რეაგირება. სხვათა შორის, ერთ-ერთი ძალიან ესეთი გავრცელებული გამოცდილება არის ევროპაში, რომ ყავთ პოლიციელები ველოსიპედებით, რომლებიც არიან კონკრეტულად იმაზე ორიენტირებულები, რომ ქვეითების და ველოსიპედის გზაზე წესრიგი დაამყარონ და ამ წესრიგის დამყარება რა თქმა უნდა ის იგულისხმება, რომ მანდ მანქანა არ იდგეს და გავსი რაღაც შევთავაზეთ დაახლოებით 3 წლის წინ შეხვედრაზე შსს წარმომადგენელს, მაგრამ ცოტა რაღაც სასაცილოდ მიიჩნიეს. რაღაცნაირად კომენტარებით სოციალურ ქსელში რო დავპოსტეთ, ის იყო, რომ აი ვიღაც თუ რაღაცა მკვლელს უნდა გაეკიდოს, ეხლა რაღაც მანქანას ველოსიპედი ხوار დაედევნება, მაგრამ რეალურად ეგ კონკრეტული პოლიციელი იქნება, კონკრეტული სხვა მოვალეობები იქნება და არა ის რაც სხვა პოლიციის თანამშრომლებს აქვთ. ასე რომ ეგ ბევრად უფრო მოგვარებადი საკითხია თუ ადამიანს სურვილი აქვს, ვიდრე ის რომ რაღაც ამბაში გამოწვევები კი არ უნდა დაინახოს, სარგებელი უნდა დაინახო და ეგ ძალიან კარგი იქნება რეალურად, იმიტომ რომ როცა ადამიანი დაინახავს, რომ პოლიციელიც კი ველოსიპედით დადის, ძალიან კარგი ისეთი პოპულარიზებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ერთ გადაცემაში სამწუხაროდ შეუძლებელი იქნება ყველა ლოკაცია ავსახოთ, თუმცა ერთ-ერთი
მწვავე ზონა, რომელზეც ჩვენ კადრს მიღმა ვისაუბრეთ, ეს არის ქავთარაძის ქუჩა. მე მგონი უმჯობესი იქნება გადავინაცვლოთ ახლა ამ ქუჩაზე და უფრო თვალსაჩინო მაგალითები წარმოვდგინოთ ჩვენს მაყურებელს თუ როგორ რატომ არის აღნიშნული პრობლემა და ასევე ვისაუბროთ იმაზეც, როგორ უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი. დიახ, წავიდეთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გამრეკელის ქუჩაზე, სადაც ორი ტიპის ველობილიკია. მოდი, შენ უფრო დეტალურად აგვიხსნი რა და როგორ არის და ასევე აღვნიშნოთ, რომელი არის უპირატესი თქვენთვის, როგორც ველომძღოლისთვის. ამ ქუჩაზე კარგი მაგალითია იმის, რომ არსებობს ბევრი ტიპის ველოგზა. აქ მაგალითად გვაქვს ისეთი შემთხვევა, სადაც ჩვეულებრივად სამანქანო ზოლს მიუყვება, უბრალოდ წყვეტილია, იმიტომ რომ მარჯვნივ არის საპარკინგო ზოლი და მძღოლს შეუძლია გადაკვეთა. აქ არის ცოტა გაუგებრობა მძღოლების მხრიდან იმ მხრივ, რომ გონიათ, რადგან წყვეტილია შეუძლიათ, რომ იმოძრაონ ზედ და რეალურად ესე არ არის. აი, გადმოვიდა ნახეთ. რეალურად შეუძლიათ უბრალოდ მაშინ გადაკვეთისას ამით სარგებლობა და არა როდესაც აპარკინგებენ მანქანას. თუმცა ამის ახსნა ალბათ საკმაოდ რთულია, თუ რაღაც სპეციალურ კამპანიებს არ წამოიწყება ამასთან დაკავშირებით. ხოლო მეორე მხარეს გვაქვს ეგრეთ წოდებული მანქანის პარკირებით დასული ველობილიკი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს ხომ ამ მიმართულებით არის, თუ მოვდივართ ბახტრიონიდან მაგალითად, შეგვიძლია რომ იმ მიმართულებით ვისარგებლოთ, მან დგას მანქანები, ანუ პარკინგია ჩვეულებრივი და მის შემდეგ მარცხნივ არის ველობილიკი, რაც ერთი მხრივ ძალიან ისე უფრო დაცულობის შეგრძნებას აჩენს და მაგალითად შეხედვით არა ველომძღოლისთვის მგონია მე პირადად რომ გაცილებით დაცული და სანდოა ამ ველობილიკით მოძრაობა, თუმცა მე მგონი ეს ასე არ არის, ხო? ის პრობლემა არის, რომ თუ ამ შემთხვევაში ვინმე და ესეც ხდება ხოლმე, რომ გააჩერებს იმ ველობილიკზე მანქანას, იქიდან გამოძრომა მე უკვე ძალიან რთულია, ანუ გიწევს, რომ საპირისპიროზე გამოძრე აქეთ ხარეს და ადამიანი თვითონ ველობილიკზე აპარკინგებს, ესე იგი მანქანას. თორემ ისე იმ შემთხვევაში თუ სწორად გამოვიყენებთ ყველაფერს, მაგ შემთხვევაში ორივე ძალიან სასიამოვნო ველოგზა. ანუ ამ შემთხვევაში დამწყებისთვის ალბათ უფრო დაცული პარკირებით დაცული ველობილიკი უფრო მისაღები იქნება და ეს უფრო რაღაც ისეთია, რაღაც თავისუფალია თითქოს რა და ჩემთვის მაგალითად ძალიან კომფორტულია, მაგრამ ისევ აღნიშნავ, რომ თუ ყველა მიყვებათ წეს და კანონს, ორივე ძალიან ისეთია მისაღები შეიძლება იყოს. კი ბატონო. კარგი, ახლა კი გადავინოცვლოთ ქავთარაძის ქუჩაზე. წავიდეთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც მეც მათ შორის პირველად წავაწყდი რეალურად ამ პრობლემას, თუმცა საკმაოდ მწვავეა. ასეთი მწვავე პრობლემა უშუალოდ როდესაც ველობილიკებს ეხება საქმე, მე პირადად ჯერჯერობით არ შემხვედრია არსად და გულწრფელად აღვნიშნავ სამწუხაროა, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში პირველად დავაკვირდი და ის მძღოლები, რომლებიც სწორედ ამ საველოსიპედე ზოლში დგანან და რეალურად არც იციან, რომ ეს არა პარკირების, არამედ საველოსიპედე ზოლია, ძალიან სამწუხაროა და შენ უკეთ მოგვიყვები იმ ყველა დეტალს და მაგალითს, რომელიც კარგად აღწერს ჩვენს სამწუხარო რეალობას ამ საკითხის მიმართ. მადლობა ძალიან დიდი, რომ ამ პრობლემაზე გაამახვილეთ ყურადღება. ზოგადად არ მიკვირს, რომ ყურადღება არ მიგისევიათ აქამდე, იმიტომ რომ ველოსიპედისტი როცა ხარ, სხვანაირად ამჩნევ ამ ველო ინფრასტრუქტურას და ეს ძალიან ბუნებრივია. და შესაბამისად, როცა თავიდანვე გაჩნდა ეს ველობილიკი ქავთარაძეზე რამდენიმე წლის წინ, იმ დროიდან მოყოლებული ვადევნებდი თვალს რა ხდებოდა ამ არეალში. თავიდან იყო ის, რომ მხოლოდ ასფალტზე იყო მონიშნები და ზემოთ არ ეკიდა და მივმართეთ მერიას, რომ ესეც დაესრულებინა, ანუ ესეთი დასრულებული სახე მიეცა. თუმცა ამანაც ვერ შეცვალა ის რეალობა, რომ მანქანები იყენებენ ამ ადგილს როგორც საპარკინგო ადგილს. როცა ვეკითხებით ხოლმე, რომ ხომ ხედავთ რომ ველობილიკია, ამბობენ რომ აი სხვა მანქანებიც დგანან და მე შესაბამისად ესე ვიქცევი. არის კიდევ აი ამ ქავთარაძის დასაწყისში ის პრობლემა, რომ სითიმოლის მანქანები დგანან, სითიმოლში შემსვლელები, ანუ ვინც ელოდებიან ხოლმე იქიდან გამომსვლელებს. ტაქსი დგას ხშირად იქიდან, ნაგვის ყუთები დგას დაახლოებით ესე 6 ცალი, ეს დიდი ნაგვის ყუთები, იქიდან რომ მოყვებით. მერე უკვე სააგენტოს მერე ეს ადგილი სულ ჩვეულებრივად საპარკინგო ადგილად არის. ნებისმიერ სამუშაო დღეს რომ გამოიაროთ, შაბათ-კვირას ნაკლებად არის. სამწუხაროა რომ ამასთან დაკავშირებით
საპატრულო პოლიციას როცა ჩაულიან ხოლმე რეაგირება საერთოდ არა. არც კამერები არ არის აქ. გავამახვილოთ ყურადღება, კამერები ოდნავ ზემოთ შევამჩნია, თუმცა არ მგონია რომ კონტროლდებოდეს. ჯარიმები პატრულის მხრიდან გამოხმაურება, აი როგორია, იმიტომ რომ ჩვენ კადრს მიღმავს საუბრობდით, მაგრამ მაყურებლისთვისაც მინდა რომ უფრო დეტალურად ჩავშალოთ ეს ყველაფერი, საკმაოდ მწვავეა ეს პრობლემა. დიახ, დაახლოებით 2023 წლიდან აქტიურად ვრეკავდი 112-ში, იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იდგა მანქანები ველობილი გზა და ძალიან დიდხანს მიწოდა ხოლმე ლოდინი, პატრული მოდიოდა სადღაცავი 1 ან 2 საათის დაგვიანებით ხანდახან არც მოდიოდნენ და ამბობდნენ რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ და აქ რაღაცა, რა ვიცი, მკვლელობები ხდება და მე რა ველობილი კი ვაწუხებ, ესეთ შემთხვევებიც იყო და ხანდახან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ რომ მერიას მიმართე, ან მეუბნებოდნენ ხოლმე რომ ჩვენ რა ვქნათ ახლა ყველა მათგანს ჩამოურეკოთ, ხანდახან ხდებოდა ხოლმე ისიც რომ მე რა ვთხოვდი რომ იქნებ მსგავსი პრეცედენტი რომ არ მოხდეს ან ვიდეოკამერებით დააჯარიმოთ ან რაღაც ფორმით, ისინი მეუბნებოდნენ რომ მათ კომპეტენციაში ნუ ვიჭრები და ნუ ვითხოვ დაჯარიმებას და მათი გადასაწყვეტია. ანუ რეალურად ფაქტია რომ არ აჯარიმებენ, იმიტომ რომ ყოველ დღე ესე არ იქნებოდა ნამდვილად, მაგალითად ჭავჭავაძეზე, სადაც ხდება ვიდეო მონიტორინგი, ბევრად უფრო ნაკლებია ესეთი შემთხვევები და აქ მსგავსი შემთხვევა არ გვაქვს. იგივე არის მაგალითად გლდანში მეტროსთან, ახმეტელის მეტროს წინ, ველობილი გზე სულ დგან არ მანქანები, მაგრამ ნუ ამის შესაბამის რეაგირება არ არის. რეალურად არის თუ არა მათი კომპეტენცია ის რომ დააჯარიმონ მსგავსი მძღოლები? მე რამდენადაც ვიცი, მერიას აქვს ესეთი რაღაც ვიდეო კამერები, სადაც არის მერია აჯარიმებს და სადაც სხვა დარღვევა ხდება ნებისმიერი, მაგალითად ტროტუარზე პარკირება, პანდუსის შაკეტვა, ველობილი გზა, ყველაფერი ეხება საპატრულო პოლიციას. მაშინ რატო არ ხდებთ ხო ეს უკვე ძალიან სიღრმისეულ გამოკვლევას მოითხოვს, რატომ არ ხდება რეაგირება ამ ყველაფერზე? ეს კიდევ ერთხელ ქმნის იმ პრობლემას, რომ ვთქვათ, ველოსიპედის მძღოლს შეეძლოს აი რაც ყველაზე მთავარია, უვნებელად გადაადგილება, იმიტომ რომ ჩვენ წეგან განზრახ გადავიღეთ ის კადრი, როდესაც თქვენ მოდიხართ საველოსიპედო ზოლში, შემდეგ წყდება და აგრძელებთ უკვე სამანქანე ზოლში მოძრაობას. ხომ ეს ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აისახება უსაფრთხო მგზავრობაზე, როგორც თქვენთვის ველო მძღოლებისთვის, ასევე ავტომობილის მძღოლებისთვის. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, უპირველესად უსაფრთხოების საკითხი და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი, რაც უშუალოდ რაღაც კომფორტს და დისკომფორტს ეხება. ყველას აწყობს, ესე ვიტყვი, რომ უსაფრთხო იყოს გადაადგილება. რა თქმა უნდა. ავტომობილის თვალსაც, ქვეითსაც და ველოსიპედსაც. და განსაკუთრებით ესეთი შემთხვევები არის პრობლემა იმათთვის, ვინც ეხლა იწყებს ველოსიპედიციარულს. მე მაგალითად მაქვს იმის გამოცდილება, რომ რაღაც მანქანებიან. კი, მათთვის ვინც ცოტა ვერ ბედავს და არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ როცა შენ გზაზე გზაზე დგანან მანქანები და ეს გზაც თავდება აი აქვე კუთხეში, ძნელია რომ ეს რაღაც ტრანსპორტად გაიხადო თუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გვაქვს. ასე რომ მე მგონია რომ თუ ველოფილიკებს აკეთებენ, შესაბამისი სხვა მოქმედებებიც უნდა მოყვეს. კი და აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აქ ცოტა საზოგადოების თვითშეგნებასაც აქვს ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ ერთმანეთს პატივი არ ვეცით, აქ არანაირ წესს აზრი არ აქვს. ჩვენ ახლა ის ფაქტიც დავინახეთ, როდესაც ღერძულა ხაზი გადაკვეთა ავტომობილის მძღოლმა თან ბავშვი ეჯდა მანქანაში და ხო ეს რაღაცნაირად გარდა იმისა, რომ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე მოქმედებს, ადამიანების ურთიერთპატივისცემაზეც ერთმანეთის მიმართ და აქ როდესაც ვთქვათ ნიშანს ხედავთ და პასუხად მაქვს ის რომ მითხრა სხვა მანქანასაც ყავს გაჩერებული და მოდი მეც გავაჩერებ, აქ რა თქმა უნდა უკვე იმ საკითხზეა საუბარი, რომ თვითონ ადამიანებს გვიჭირს გააზრება რაღაცების და ეს ძალიან სამწუხაროა. ძალიან დიდი მადლობა. იმეც ვიტოვებ რომ ჩვენი გადაცემა რაღაცნაირად დაეხმარება ადამიანებს, რომ ეს პასუხისმგებლობა, თვითშეგნება და ერთმანეთზე ზრუნვა გაიღრმაონ. და ხო, მაინც და მაინც საბოლოოდ დგებით იმ საკითხის წინაშე, რომ თუ თითოეულ ადამიანს ექნება პასუხისმგებლობა იმ ყველაფრის მიმართ, რომ უპირველესად საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უფრთხილდება ამით და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა სხვისასაც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები ნელ-ნელა დაალაგდება და მოგვარდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენს. წარმატებულ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ და რა ვიცი, უსაფრთხო გადაადგილებას ქალაქში.